ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა. ასეთია სახელწოდება პროექტისა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყობა დღეს. პროექტის ფარგლებში 5000 ისტორიული საბუთი ციფრულ ფორმატში გარდაისახა და სპეციალურ მონაცემთა ბაზაში მოთავსდა. მისი მეშვეობით შესაძლებელია მოვიძიოთ დოკუმენტებში მოხსენიებული ისტორიული პირები თუ გეოგრაფიული სახელები. დღესვე იგეგმება ისტორიული საბუთების გამოფენა და ამ საბუთებზე გადაღებული ვიდეო რგოლის ჩვენებაც. პროექტის ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს 5 საათზე გაიმართება. დღევანდელი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ეს დოკუმენტები, ხელმისაწვდომია და ამიტომაც ბევრი შეუძლია ეს უკვე ატვირთულ მდგომარეობაში ნახოს. თავისი ფოტომასალით, ანუ პირველად მდგომარეობა საბუთისა როგორი არის და ამ ფოტოებსთან ახლავს თითოეულ საბუთს თავისი აღწერა. საბუთები ძალიან ადვილად ექვემდებარება დაზიანებას. მოგეხსენებათ, ისინი ნაწერია ან ტყავზე, ან ქაღალდზე, რომ ორივე ფაქტორად ძალიან ადვილად ზიანდება და აქედან გამომდინარე მისი ციფრულ ფორმატზე გადატანა დაიცავს აი ამ ისტორიულ დოკუმენტებს შემდგომი დაზიანებისგან.